საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი დღეს მოეწერება. ცერემონია თბილისის დროით 17 საათზე ბრიუსელში დაიწყება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. ქეთი ხიდიშელია კონტაქტზე. ქეთი, თუ არის უკვე ცნობილი, როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას? საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გადარდება და ამის შემდეგ უკვე 20 დღის ვადაში შევა რეგულაცია ძალაში. ასეთია დარჩენილი პროცედურები, შეიძლება უკვე თანამდულებით ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილების უფლება უვიზოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ. რაც შეეხება დღევანდელ ცერემონიას, ევროპარლამენტის შემდეგ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას მწვანე შუქი 27 თებერვალს აუნთო ევროსაბჭომ და დღეს სწორედ ოფიციალური ხელმოწერით უნდა დადასტურდეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ამით დასრულდება, თუმცა პარალელურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, შესაძლოა ამოქმედდეს ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმი. ვიზა ლიბერალიზაციამდე დარჩენილია ერთი თვე და შესაბამისად საინფორმაციო კამპანიაც დასკვნით ეტაპზეა. დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც განახორციელა საქართველოს მთავრობამ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება. ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ არა მხოლოდ თავდაუზოგავი მაღალკვალიფიციური სერიოზული მუშაობისა და რეფორმების შედეგად, არამედ ეს და რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი არ არის მხოლოდ, არამედ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილიც ჩემის აზრით ჩვენი თანამოქალაქეებისადმი, რომ საქართველოს ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ გახდება სრულუფლებიანი წევრი მომავალში და ჩვენ ვდგავთ ამ ნაბიჯებს სერიოზულად, როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მე მინდა ყველას მობილოცოთ ეს დღე. ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული, როდესაც ჯერ ევროპარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას, შემდეგ უკვე საბჭომ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და პრაქტიკულად ხელმოწერიდან 20 დღეში ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უკვე შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. ევროკომისიამ საქართველოს შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, მას შემდეგ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე განვლილი ეტაპია. დღეს საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, ვიზა ლიბერალიზაციას ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერება. მადლობა ქეთი, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურები ქეთი ხიდიშელმა გაგვაცნო.